მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა. ნახოთ ჩვენ მომდევნო კვირის პროგნოზი. თავიდან რა თქმა უნდა იქნება აქ სიგნიფიკაცია, ეხლა რა ენერგიებში ხართ, მე აქეთ გავაკეთოთ ჩვენ ეხლა მომდევნო კვირის და როგორც ყოველთვის სამი თემა გვაქვს ჩვენ. აქ იქნება ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. აი ასე დღეს დავაგდეთ თვითონ ტარო მოვიდა ჩემთან, რომ აი გვინდა ეხანდელი თქვენი ენერგია. აქაც ჩავდებ სიგნიფიკაციას, რომ იცოდეთ თქვენ ახლა მაინც შეიძლება ზოგჯერ რეზონირდება, მაგრამ აი თქვა სფეროზე ცოტა არა და ამიტომ ნახოთ ჩვენც ახლა. так, რა ენერგიებში იქნებით თქვენ? რა იქნება რა მოვლენები, ენერგიები მომდევნო კვირაში? ნახოთ. так, რანაირად მოდის ეს დღეს უცნაურად. так, კარგით, ეხლა ნახოთ ჩვენ, ესე იგი სამსახური კარიერა, ბიზნესის სწავლა. ვის რა გაქვთ, ის ვნახოთ. так, ეს ცოტა ასე კარგად რომ ადგილიც მეყოს, ვნახოთ ეხლანდელი თქვენი სიტუაცია რა ხდება. მე უკვე რა თქმა უნდა, იგივე ვნახოთ მომავალი კვირის პროგნოზი, ხო? ეხლა რა ხდება, რომ უფრო კარგად კიდე იცნობ და მომავალი კვირის პროგნოზიც, так, თქვენ აქ მიბრძანდით. მომავალი კვირის პროგნოზიც გვინდა ჩვენ, ხო? так, ეგრევე ფინანსები. აუცილებლად ფინანსური თემაც ვნახოთ ეხლა როგორ გაქვთ თქვენ ფინანსური თემები და რა უნდა გაგვაფრთხილოს ჩვენ ტარო მომდევნო კვირაში, რას უნდა ველოდოთ, ხო? ნახოთ ეხლა. ეხლა ეს იქნება სიგნიფიკაციის სახით, ეს რა გელოდებათ? так, ტაროს ლაპარაკი უნდა ეს მომწონს. ну, ურთიერთობაც ვნახოთ ჩვენ. ურთიერთობაც ვნახოთ. так, მე რაღაც კომენტარი წავიკითხე, აღარ მახსოვს რომელ არხზე. ვიღაცას ქონდა პრეტენზია, რომ მხოლოდ ურთიერთობაზე არის, თქვათ, გაშლები. მე ჯერ ყოველთვის გეუბნებით, რომ თუ რამე გაინტერესებთ, ну, ჩემი პენტაკლების ქარი. დაწერეთ რა თემები თუ გინდათ და კიდე განვიხილოთ, იმიტომ რომ მე როცა ვაკეთებ ფულზე და სამსახურზე რაღაც ვერ ვხედავ იქ აქტიურობას, იმიტომ რომ ну თუ არა და ძალიან მიყვარს რა, აი ძალიან მიყვარს. რომ მარტო ურთიერთობაზე კაია, მაგრამ აი სფეროებიც ხო აუცილებელია ჩვენ ცხოვრებაში, რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში, ვისთვის იქნება? და რა გელოდებათ? და პრინციპში მე ისედაც რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მე ვცდილობ სხვადასხვა სფეროებზე გაგიშალოთ ხოლმე და თემებზე. ну, დაწერეთ თუ რამე ისეთი თემები გინდათ. всё. ვისთვის არის ახლა ეს გაშლა ჩემი? რა კარგია, რა კარგი ენერგია ღმერთო. ანუ ძალიან მაგარი ენერგიები, იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ, აი ეს უეჭველი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც გაიარა ძალიან აი დაასრულა თავისი გაკვეთილება. ეხლა გეტყვით რა არის, აი დაუშვათ, ეხლა ამით თქვენ უნდა იგრძნოთ რაღაცა, აი თითქოს შვება. ეხლა როცა ჩვენ გავდევართ რაღაცა გაკვეთილებს, აი ტრანსფორმაციებს, იძავება ურთიერთობები, ანუ შეიძლება იძავება რაღაცა პროცესები, აი გინდათ სამუშაო თემებში, გინდათ, ანუ შეიძლება ყველაფერი აი ერთდროულად დაასრულე სამსახური, გაგანთავისუფლეს, შეიძლება შენ გინდოდა აი მაგათ თუ 16-ში დაბადებულები ხართ და მე თუ აი ეს ძალიან მაგარი პოზიცია, აი კიდე ვამბობ, რომ აი იმიტომ არის კარგი, რომ სულ რო ვარჩევ ხოლმე თქვენ პირად გაშლებს მატრიცასთან ერთად, იმიტომ რომ ეს პროგრამები არის რაღაც სასწაულს გვეუბნებიან. ეხლა ნახეთ, მე-16 ენერგია არის რა, როცა ადამიანი ძალიან მშვენივრად კარგად ხვდება, როდის რას დასრულდება. მაგრამ ზოგჯერ არის რომ ჯიუტობს, ну მინუსში გადადეს, ხო ხდებით რა. ამიტომ ამისათვის რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მე-16 ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ეტაპს ცხოვრების, თქვათ, მანძილს გავდივართ, მერე უკვე იქიდან ვიღებთ ჩვენ გამოცდილებას რაღაცა და მერე უნდა ეს გამოცდილება წამოვიღოთ, გადავედეთ სხვა ეტაპზე, ხო?
ესა ესე თქვათ, რომ კლასიკა, მაგრამ ძალიან ბევრს ახლა აქ ეს თემა, ვისაც არ უყვარს ეს განვითარება, ვისაც აი უყვარს ეს რა ვქნა ვწვალობ, ეს მისი დივიზია, რა თქმა უნდა, კაი ხანი იჯდება რა, მაგრამ ეს შენ ადამიანს ასე გინდა, მაგრამ შენი სული აქ მოვიდა განვითარებისთვის და აუცილებლად მოგიწყობს რაღაცებს ისეც, რომ აი მართლად გაიჭედები ან ურთიერთობაში, ან ფინანსებში, ან ბოლოს უკვე მე ჯანმრთელობასაც ეხება, როცა შენ არსად არ მიდიხარ რა, ზიხარ ერთი და იგი აი ან კომფორტის ზონას, ან დისკომფორტის ზონაში ზიხარ და ნუ რა ვქნა ეხლა ასეთი ცხოვრება, რა ვქნა ყველა მასე არის. და ამიტომ შენ გაჩვენებენ სხვა გზას. მაგრამ აი ეს პოზიცია არის იმ ადამიანის, რომელმაც აი ეს შევიდა ასე რომ თქვა ტრანსფორმაციაში და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად მე მინდა რომ ჩემი ცხოვრება უკვე შეიცვალოს, მორჩა. აქ რა თქმა უნდა ჩემი იმ ადამიანებისთვის იქნება უეჭველი გაშლა, ვინც ახლა ჩემთან ახლა ესწრებოდა ტრენინგზე, ჩემ მოსწავლეებისთვის უეჭველი, იმიტომ რომ ჩვენ სულ საუბრობთ, ჩვენ ახლა კურსიც გვაქვს ტრანსფორმაციული, ჩვენ მარტო ნახატებს არ ვსწავლობთ, ბევრ რაღაცებს აი ამ თემებზეც ვილაპარაკებთ და უკვე სხვანაირი ტრანსფორმაციებით გამოდიან, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ჩემი მოსწავლე მაგას ამბობს, რომ კურსი რომ დავამთავრე თქვენი, სხვა ადამიანი ვარ, სულ სხვა ადამიანი ვარ და ამიტომ ეს არის აი ადამიანისთვის, რომელმაც მართლა მიხვდა, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ნუ უკვე არა რა. შეიძლება შენ даже თუნდაც ახლა გქონდა, ნუ რაღაცა კაი მომენტები ყველას გვაქვს, ჩვენ მართლა ცუდი ხო არა გვაქვს, მაგრამ აი ეს არის ზუსტად კოშკი, რომ შენ უკვე დაუშვათ რაღაცას თქვათ მიღწევა გინდოდა, ხო? გინდა სანამსახურებლები, გინდა ფინანსური, გინდა ურთიერთობაზე, ხო? მაგრამ გაიარე, всё, მორჩა, იქ შენ იმ რომელიმე სფეროში მიაღწიე რაღაცას, всё, არ არის საჭირო ახლა იქ იჯდე. უკვე შენ უნდა გადახვიდე სხვა ეტაპზე, ყველა ვარიანტში რა. და როგორც გითხარით, შეnyენებით თუ არ გინდა გადაგიყვანებენ, მაგრამ აი აქ ადამიანი გაიარა. აი იმის მე ეს პროცესი კი არის რთული, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ მე რომ შენ თუ არ ეწინააღმდეგები და გამოდიხარ, აი მაშინ არის შველა. მაშინ არის პერიოდი, როცა რაღაც ამოისუნთქებ, რაღაცნაირად აი კარგად ხარ. ეს ნუ იმ დღესკენ ხა გაშლა რომ გავაკეთე, აი რაღაცა თუმაც არ ვიცი. აი სულ რაღაც აი ამ ოპერაციას ვეხები. რომ აი რომ მტკივნეულია, მაგრამ ზოგი ოპერაცია არის, თქვათ, ანუ იძულებითით, აი კიდაც ახლა კბილის ექიმთან ხო, როგორ მივდივარ. ზოგჯერ თქვათ, რაღაცა ოდნავ გეტკინა, მიდიხარ და ეგრევე შველი თავს, ზოგი არის ისეთი, რომ სანამ მართლა არ მოუვარდება ეს ყველა კბილები, არ მიდის ექიმთან, ხო? მაგრამ გაიძულებენ მაინც ესეთ სიტუაციაში ჩაგაგდებენ. აი ეს არის აი აქ. ეს თუ თქვენ ეს სიტუაცია იცანით, იცოდეთ, მაშინ უკვე თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქ სხვათა შორის ძალიან ბევრს შეიძლება აი გქონდა სიტუაცია, როგორ თქვათ, არ მუშაობდით დაუშვოთ დიდი ხანი ეს სიტყვაზე, მაგრამ მოხდა სიტუაცია, რომელმაც გაიძულა თქვენ, რომ უნდა გასულიყავით სამსახურზე. კიდე შეიძლება სამსახური გქონდათ რა, ისეთი რომ აი თქვათ, იყავით, რაღაცას აკეთებდით, მაგრამ შედეგი იმდენად არ იყო და აი მოხდა სიტუაცია, რომ შეცვალეთ ეს სამსახური, მივხვდეთ, რომ უნდა შევცვალო, მორჩა უკვე აქ, ნუ რაღა ვაკეთო ახლა. არაფერი შედეგი ახლა მარტო თქვათ მენეჯერად ხო არ ვიმუშავებ სულ. ხო რაღაცა მინდა ცვლილება, ხო, ჩემ ცხოვრებაში, ეგაც შეიძლება იყოს და კიდე აქ ცოტა ღრმად რო ჩავიხედოთ, აქ ნუ ადამიანი რაღაცას სწავლას კიდე დაფიქრდა, რომ მე მინდა, რომ აი შეიძლება თქვენ დეკრეტში იყავით, დაუშვოთ, ხო? ან დიდი ხანი იყავით ისეთ სამსახურში, რომელიც აი ნუ არ გქონდა თქვათ, ეხლა თქვენთვის არაფერი არ მოგქონდა სიტყვაზე თქვენთვის, მაგრამ ადექით და თქვით რომ всё მინდა ვიმუშაო, დაუშვოთ, всё მინდა ვიმუშაო, აი მორჩა. სხვათა შორის აქ ვიღაცამ შეიძლება ნაქირავებში ვინც ცხოვრობდეთ, შეიძლება თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მე მინდა ჩემი სახლი ვიყიდო და რაღაცა შეიძლება კიდე აი რაღაც უცბად მოგივიდეთ ეს აზრი, რომ არა, აღარ მინდა ეს ნაქირავებში ცხოვრება, მინდა რომ ჩემი სახლი მქონდეს. კი, ნუ ვეცდები რომ რაღაცა შეიძლება ნუ მოგეცათ საშუალება ან რაღაცა ახალი შეთავაზება, რომელიც თქვენ მოგცეთ საშუალება, რომ თქვენ დაუშვოთ გადაწყვეტილება მიგიღოთ, რომ ან თუნდაც მშენებარეში შევიტანო, ან რაღაცა ეგეთი მომენტი არის რა აქ. პლუს კიდე აქ შეიძლება თქვენ ისეთი სიტუაცია გქონდა, რომ თქვენ როცა მივხვდით, რომ არა მხოლოდ
არის მიწიერი ცხოვრება, არსებობს კიდე რაღაცა სხვა ცხოვრებაც რა, ანუ სულიერიც რა, შეიძლება თქვენ აი აქ რაღაცა სიტუაცია ისეთი მოხდა, რომელმაც თქვენ დაგანახათ რა, რომ აუცილებელი არის კიდევაც აი ეს ორი მხარე გააერთიანო რა და შეიძლება ზოგს ვაფშე აქ ესეთი მომენტი გქონდა, რომ საერთოდ რწმენა არაფერს არ გქონდა, მაგრამ სიტუაცია ისე შეიქმნა, რომ აი დაუშვათ მორწმუნე გახდეთ, ხო? ან თქვენი მეშვეობით ვიღაცამ და გახდა. აქ ძალიან ბევრი შეიძლება კიდე გითხრათ. პრინციპში ისედაც უკვე უნდა ვიცნოთ რა თქვენი სიტუაციები. всё. აი ეს არის კლასიკა. კლასიკაზე როცა გააკეთებ, ხო, აი ამაზე შეგიძლია ელაპარაკო ბევრი. ორაკულზე მაგდენს ვერ ელაპარაკებ. კლასიკაზე აქ შეიძლება იმდენი რამე თქვა, რომ რა ვიცი, აი ეს არის სხვაობა რა. ორაკულების და კლასიკის შორის, იმიტომ ჩვენც ახლა ვიწყებთ კლასიკით და მე უკვე ორაკულს წაიკითხავ ნებისმიერს რა პრობლემა. Так, всё, ნახეთ ახლა რა ხდება აქ. აქ შეიძლება გოგოებო და ბიჭებო თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ სიტუაცია, მოდით ახლა ვთქვათ ფინანსებზე, იმიტომ რომ აქ ეგრევე პენტაკლების მეფე დამეხატა და თქვენ დაუშვათ, აი აქ გეხსნებათ ნაკადი, მოდით ასე ვთქვათ ფინანსური, ყველა ვარიანტში შეიცვალა, იმიტომ რომ ნახეთ ორი გზა აქვს ადამიანს აქ არჩეული, იმიტომ რომ იფიქრა და მიხსნა, აი რაც აქ გითხარით მე თქვენ, ხო? სულიერი და მატერიალური ერთად მიდიან. ამიტომ აქ შეიძლება თქვენ იყავით კაი ხანი, სხვათა შორის აქ შეიძლება даже ფულის თემაც გქონდეთ ძალიან ისეთი რა გაჭირვებული იყავით, იმიტომ რომ აქაც ახლა ფული, გაჭირვებული რაც უძეს ვიტყავ თქვენ მერტო. აი გაჭირვებული გადავაგდოთ, ამოვჭრათ. ესე იგი ნახეთ რა ხდება, აქაც თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ ფინანსური მდგომარეობა ცოტა ისე რა, იმიტომ რომ სამიანში ფული არის. მაგრამ რო გითხრათ ეს იმდენი ფული რო თქვენ ახლა ძალიან კმაყოფილი იყოთ, არა, ცოტა რაღაცა მოდიოდა. მაგრამ აი ეს სიტუაცია ეხლა იცვლება და ნახეთ როგორ იცვლება იმით, რომ თქვენ ეხლა გამოდიხართ. აი განდეგელში ფული არ არის, იმან განდეგელს არ უნდა ფული, ხო? და იყავით თქვენ რაღაცა შეიძლება პერიოდი, სადაც აი იზოლაციასავით არის რა, შეიძლება რაღაცას ნახეთ, ზოგჯერ ჩვენ სამყარო გვაძლევს ისეთ საშუალებას, ისეთ პერიოდს, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს თავთან მარტო. იმისათვის რომ დაუშვათ მედიტაციებით უნდაც გავაკეთოთ, აქ შეიძლება სხვათა შორის მედიტაციებს ვინც აკეთებდა ძალიან დაგეხმარათ. მედიტაციებს ვაკეთებდი, რაღაცა თქვათ ახლა სულიერი განვითარება მქონდა, ხო? ახლა რაღაცას თქვათ ახლა ფიქრობდით რა ვისწავლო, არ რაღაცა მომენტები გქონდათ რა. აი აქ ჩაკეტილობის ფულის იყო როგორ გითხარით, აქ ფული არ გქონდათ იმდენად, აი იმიტომ რომ ეს რასაც არის. აი აქ თქვენ რაღაცა ეს პერიოდი, რომელშიც არაფერი ძვრა არ იყო, მაგრამ თქვენ გქონდათ დრო მოსაფიქრებელი. აი აქ უკვე დაიწყება რაღაცა სიტუაცია, რომ ნამდვილად გექნება წინსვლა რა, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაც აი ისეთ ენერგიებში შეხვედით, რომ საიდან უნდა ვიშოვო ფული მიხვდე. აი რაღაცა გეთი მოდის რა. ზოგი შეიძლება თქვა თუ რამის სწავლა გინდა თქვენი და მართლა აი აქ თუ მოგივიდეთ ის მომენტი, რომ всё მინდა ვისწავლო, თქვა მე ახლა ფსიქოლოგია, ეზოტერიკა, რაღაცა საკრალური ცოდნა, ეს არის საკრალური ცოდნა, ხო? აი აქ თქვენ და შეიძლება ფულზე ფიქრობდეთ, თქვა მექნება, არ მექნება, გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ უკვე დაადექით იმ გზას, ანახეთ ორიანი, როცა მე ვფიქრობ, ხო? მე ვგეგმავ, მე ვფიქრობ რა გავაკეთო იმისათვის, რომ დაუშვათ ეს, სიტყვაზე გინდა დაუშვათ იპოვეთ მასწავლებელი, მოგეწონათ ვიღაცა და გინდათ, ხო? მაგრამ ფიქრობდით, რომ აი მე შევძლებ, მე გაბედავთ, კიდევაც შეძლებთ, კიდევაც ფულიც გექნებათ. თუ თქვენ უკვე გააქვთ ეს ცოდნა მიღებული, ეს შემოსწავლეებსაც კიდე ეხება და და ფიქრობ, რომ აი ამ ცოდნის გაცემა შეგიძლია კი არა, ძალიან მაგრათაც შეგიძლია და კარგი ანაზღაურებაც გექნებათ. აი ესეც არის აი აქ. დღეს რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია. Так, всё, მოდით ახლა ჩვენ კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვთ. აი, სხვათა შორის, აი აქ, აი ჩვენი განდეგელიც აგერ არის. ნახეთ რა ხდება, კი ბატონო. სიტუაცია როგორი გვაქვს ჩვენ, ესე იგი, პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ კოლექტივში მუშაობთ, ძალიან ბევრი შრომა გიწევთ
თქვენ ხართ აქ თავი და თავი, შეიძლება ხელმძღვანელი იყოთ, ან ხართ ის ადამიანი, ვინც აწოდებს თქვათ რამე იდეებს რა, ეგაც არ არის გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ცოდნით თქვენ ეხმარებით ადამიანებს. ესეც არის, ხო? ანუ თქვენ ან ესეთი საქმე გაქვთ, რომლითაც თქვენ ადამიანებს ეხმარებით. იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით, ან თქვენ ხართ აი ტვინი ასე ვთქვათ და ის მატარებელი იდეების მატარებელი ადამიანი რა. კიდე შემიძლია გითხრათ აქ რა. რასაც თქვენ ყოველ შემთხვევაში აკეთებთ, თქვენ ეს განიჭებთ ძალიან დიდ სიამოვნებას. აი აქ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ შეიძლება აღიარებას გაქვთ ადამიანებისგან, თქვენი ცოდნის, თან თქვენ ახლა აქ ჭკვიანურად რაღაცას აკეთებთ. კი ბატონო, ნუ აქ ახლა მართლა კარგი პოზიცია არის. ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი ადამიანი ვიღაცა შეიძლება ქალთა კოლექტივში მუშაობს, ან ეხმარება, თქვათ, ნუ ქალებს დაუშვათ, ხო, თავისი ცოდნით. აი ეგეთი რაღაცა. კი ბატონო. Так, ეხლა რა გელოდებათ თქვენ აქ? აჰა, აი ჩვენი კოშკი, ჩემი უსაყვარლესი. ანუ ნახეთ რა ხდება. აქ იცვლება თქვენი ქმედება. ანუ ნახეთ აი აქ თითქოს ეს კოშკი, აი აქ ეს კოშკი თითქოს გაძლიერებს. ნახეთ, მოგდის ამდენი იდეები და რომელიც თქვენთვის სასიამოვნო იქნება და სასარგებლო. ნახეთ, შეიძლება კიდე ვიღაცისთვის იქნება აქ ინფორმაცია კიდე როგორ შეიძლება თქვენ რაღაცა უკვე დაიუფლეთ, რაღაცა ცოდნა მიიღეთ და მზად ხართ, რომ ადამიანებს გასცეთ და დაეხმაროთ, ხო? აი აქ უეჭველი თქვენ რაღაცა ან სხვანაირი მედგომა გექნებათ, ან რაღაცა შეიცვლება, ანუ შეიძლება დაუშვოთ რა. აქ სოციალს ვიღაცა შეიძლება даже შეცვლის ოფისს და იმას იზავს, რა ქვია, სახლიდან დაიწყებს მუშაობას. პლუს კიდე იდეები მოგივა ძალიან ბევრი. აი ეს არის უეჭველი. კიდე როგორ გავაუმჯობესო მე ჩემი საქმიანობა და როგორ დავეხმარო ადამიანებს, რითი შევძლო სხვადასხვა ადამიანებს. აქ ნახეთ, აქ ცხოველები, მაგრამ ის შეგვიძლიათ მასე მივიღოთ ჩვენ, ხო? კიდე აქ თუ დაუშვათ ნაკადი იყო, ნახეთ როგორი თემა. აი დაუშვათ, თქვენ ყავდათ, ნუ თქვათ მუშაობთ, ნუ მომხმარებლებთან. არა აქვს მნიშვნელობა, მაღაზია არის, თქვათ, ფსიქოლოგი ხართ, ვიღაცა, არა აქვს, ჩვენ სულ ადამიანებთან მუშაობთ, მაგრამ შეიძლება თქვენ აი აქ, აი ნახეთ, აქაც იგივე შემიძლია თქვა, ცვლილება როგორი მიდის, ნახეთ, უძომო დიდი ცვლილება, დაუშვათ. აი სიტყვაზე თქვენ ადეკით და იფიქროთ, რომ ფასები უნდა, თქვათ, შევცვალო, ხო? და აი ნამდვილად იძახდეთ, რომ აი რას მოგიტანს ძალიან სიძლიერეს. ნახეთ რა ხდება. აქ თითქოს ხარისხი თქვენი მომხმარებლის შეიცვლება და თქვენ იქნებით ამეთ კმაყოფილი. შეიძლება თქვათ მაღაზია გაქვს, შემოდიოდა ვიღაცები, მარტო და კარგი საკონელი გაქვს სიტყვაზე, ხო, რომელიც ახლა შენ მაქსიმალურად მაპატიეთ, ცდილობ, ფიქრობ, რა გავაკეთო კიდე, რითი ვასიამოვნო, თქვათ, ჩემი მომხმარებლების სიტყვაზე და ნუ არაფერი არ ხდება, ხო? და აი აქ იქნება როგორი მომენტი, რაღაცა შენს მოგივა, რაღაც ისეთი ინსაიტი, იდეა, რასაც შენ ახლა თქვათ, შეცვლის შენს თვითონ მიდგომას და აუცილებლად კმაყოფილი შენც იქნები და შენი მომხმარებელი და ის ნაკადი შეიძლება უკვე აქ კიდე შეიძლება იყოს, რომ ნუ აქ უფრო ქმედება, მაინც ქმედებაზე აქ ლაპარაკი, აქ გონებაზე შეიძლება აი აქ შენ ფიქრობდი კიდე რა გავაკეთო ისეთი, რომ თქვათ, ვასიამოვნო ადამიანებს, ხო, იმიტომ რომ ფული მოდის საერთოდ იქიდან, როცა ჩვენ სხვებზე ვფიქრობთ იმაზე, რა კიდე შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის, რომ ჩემი, თქვათ, მეშვეობით, ჩემი საქმიანობით უფრო მეტი ადამიანი იყოს კმაყოფილი, ხო? აი მასე თუ შენ უდგები საქმეს, მე უკვე შენს გაძლევს სამყარო. თუ პირიქით ფიქრობ, რომ არა, მე მინდა ჯერ და მე და მაშინ გეუბნებით, ცოტა გაიჭედებით რა, იმიტომ რომ ჩვენ აქ სულ ყველა ვართ ერთმანეთისთვის მოსულები, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მე რო შენ დაგეხმარები, შენს მე მეხმარები, მე რო შენ თქვათ, ეხლა მოდიხარ სიტყვაზე კონსულტაციაზე, მე შენ გაძლევ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შენ ცხოვრებას ცვლის საერთოდ, ხო? გაძლევ შენ ისეთ მიმართულებას, რომ შენ
მიდიხარ მე შენ აწყობილი გზაზე, ხო? მე გეხმარები, მე ვფიქრობ კიდე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რა ვისწავლო, თქვათ, რა წავიკითხო, აი კიდე რითი ჩავაღრმავო ჩემი ცოდნა, რომ ვიყო შენთვის სასარგებლო. შენ მოდიხარ უკვე, რა თქმა უნდა, მიმოცვლა არის და შენ იხდი, მე გაძლევ შენ ცოდნას, მე გაძლევ შენ გზას გიხსნი და ესეც არის უკვე სხვა ხარისხი. მიხვდით? აი ეს არის, ნუ ეს აგიხსენით უბრალოდ როგორ მუშაობს თქვენ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, მოერგეთ. ფული ვნახოთ, ფულის თემა, ეხლა რა გაქვთ ფულში? ნუ აქ თქვენ ნამდვილად ხართ, როგორ იცით, ეხლა აი რა ვქნა ისევ და ისევ ჩემი ტრენინგის ადამიანები, მე ხოთ შეს ამ ტრენინგს კიდე გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მთხოვეს და გავიმეორებ აუცილებლად ამ ტრენინგს, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან მაგარი, აი მართლა აი რო ის სახურავს რო ხსნის რა და გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ტექნიკები მაქვს მოგროვილი წლების მანძილზე და რომელიც მართლა მუშაობს და ცვლის ცხოვრებას. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. რა ქვია, აქ ფულზე რა არის? ეხლა ბევრი სურვილები გაქვთ, ბევრი რაღაცები გინდათ. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ მაღალი ძალები თქვენ გაჩვენებენ, რომ აი შენ აქ სულს აღვიძებ. ნახეთ, საერთოდ აქ არის, როგორ იცით, ანუ გულით რაღაცას აქ ოცნებები გაქვთ, ხო? და ეს ოცნებები გაქვთ მოდის თქვენი სულიდან. ეს ძალიან მაგარი თემა სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ აქ ფულზე არის დასები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რაღაცას ფიქრობ, აი ეს მინდა და მაღალი ძალები გისრულებენ. იმიტომ რომ შენ ახლა ამას აკეთებ სულიდან, სხვათა შორის, აი კიდე მე რო გავაკეთებ ფულზეც და გავაკეთებ კიდე ტრენინგს, როგორც მთხოვეს ურთიერთობაზე, მე იქ თქვენ გაჩვენებთ ქალებთან რა ენერგიაზე მოდის ფული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა აქ არ დავიწყებ, რა თქმა უნდა, ახლა ამის თემა არ აქვს, უბრალოდ გეტყვით, იმიტომ რომ ზოგჯერ ქალები ვარ, ჩვენ კაცის ენერგიაში და მოქმედებთ როგორც კაცები და ფული არ მოდის და ვერ ხვდებით რატო, აი განახებთ მაგას. აი აქ უკვე უეჭველი ადამიანი, რომელიც მე ვოცნებობ, მე რაღაცა ვთქვი და იმ ჩემ რაღაცაზე მე მომდის ფული და მე ვახორციელებ იმას, რაც მე მინდა ჩემ სურვილის ვასრულებ. აი ეს ეგეთი სიგნიფიკაცია არის, კი ბატონო. და ნუ ესე იგი რა გელოდებათ ეს მომენტი, რომ თქვენ ნამდვილად აქ ნახეთ სუსამიანები. ნუ აქ უეჭველი ფული წამოვა რაღაცა მესამე იმიდან, რა ქვია, წყაროდან კიდე თუ მესამე რა კარგად ვთქვი, მესამე წყაროდან, ხო? ორი წყარო ესე იგი უკვე გაქვთ, მესამე წყაროდან წამოვა გადასარევი, მე მომწონს. ნუ აქ ნახეთ ჩემო ლამაზები, პირველ რიგში თქვენ უნდა მოგწონდეთ ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს უნდა მოგწონდეთ, იცოდეთ ყოველთვის რა. არ აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული. იქაც თუ არ მოგწონს, იცოდეთ, იქ იქნება სულ კაპიკები და სულ ნერვოზი და ფულის დაკარგვა. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ მე რა შემიძლია კიდევ გეუბნებით სამყაროს კითხვები დაუსვით რა. რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე ისეთი, რომ აი მეც რო ვიყო კარგად და სამყაროსაც იყოს კმაყოფილი ჩემით რა და მოგივათ ინსაიტები, ყველა ვარიანტში მოგივათ. აქ უკვე ვიღაცასთან მოდის კიდევაც ეს ინსაიტები რა. იმიტომ რომ ეგ კითხებით კითხულობთ, ხო? შეიძლება მედიტაციაშიც რაღაცა მოგივათ, მედიტაციას ხო ძალიან მაგრად მუშაობს ქვეცნობიერთან და ძალიან მაგრად მოდის ინფორმაცია, ძალიან სასწაულად და შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოგივიდეს თქვენ ახლა ნუ ან მოგივიდათ უკვე მედიტაციის დროს, რომ აი გაოცდებით, აი რამდენჯერ ყოფილა რომ მეთქი ახლა გავაჩერო და წავედი ჩავწერო ხოლმე თქვა ან დავწერო სადმე რომ მოვნიშნე რომ აი ეს არ დამავიწყდეს, ხა? ხო და აი აქ ახლა რა ხდება? ესე იგი, მოდით ახლა ვნახოთ, რას გულისხმობენ აი აქ. აი ეს მაინტერესებს მე, აი აქ. აჰა. რაღაცა რას გულისხმობთ? გზის არჩევანი გექნება თქვენ აი აქ. იცით რა არის? შეიძლება სხვათა შორის აქ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით რისი? იმისი აი აქ უეჭველი, ნახეთ, აქაც ინფორმაცია მომივიდა, ნახეთ, თქვენ შეიძლება დაუშვათ ფიქრობთ, აი აქ, ნუ სამიანი პენტაკლების ეს არის როგორი თემა, ან სწავლა, ან არის
დაუშვათ რაღაცას ახალს ვიწყებ, სადაც მე ჯერ ოსტატი არა ვარ. მიხვდით? და აი მე როცა ამას ვიწყებ, ნუ რაღაცა შეიძლება ახალი რაღაცა თემა იყოს, ან ნუ თქვა, მაგრამ აქ საქმე რა შენ რო ფიქრობდი, რომ შეიძლება მე არ გამომივა, გამოგივა, აი ამაში, იმიტომ რომ აქ შუაში გვაქვს ჩვენ სამიანი თასების. ამიტომ შეიძლება მე ვფიქრო რაღაცა სიხარული, ის სიხარული, აი მე ნერვიულობდი, ვფიქრობდი, აი აქ ნახეთ ტარო რო ახატია რა, ფიქრობდი რომ თქვა, აი რა ვიცი, იქნება არ გამომივა, იქნება რაღაცა და გამოგივა. აი ხა მე გვატიჟებ თქვენ 15-16-ში გვექნება ჩვენ უფასო ვებინარი და მოდით ახლა და ნახეთ ტაროს თუ გინდ ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, გადმოდით. და ნახავთ, იქაც შეიძლება მოსინჯეთ დაუშვოთ თქვენ თვითონ თქვენი შესაძლებლობები, ანუ როგორია, ხო? იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მე მაქვს საერთო ესეთი განსხვავებული მიდგომა ტაროსადმი საქართველოში და მერწმუნეთ მასეთი მიდგომა არავის არ აქვს. ამაში შემიძლია თქო სრულით აი პასუხისმგებლობით რა, იმიტომ რომ ვიცი მე რაც ხდება. ყველას პატივს ვცემ თავისი თემა, მაგრამ მე ვიცი რასაც გეუბნებით. всё. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. აუცილებლად აქ ადამიანი მიიღებს, გეუბნებით რა, კარგ აი დიდ სიამოვნებას თუ იქნება დაკავებული იმ საქმეთ, რომელიც მას მოსწონს. არჩევანი გექნებათ. აი როგორც ვთქვი, რომ აი აქ ვთქვი, რომ რაღაცა მე სამიწყარო. აი უფრო გულისხმობდი არჩევანს, გაიგეთ, იმის მიუხედავად, რომ სამიანები არის, ხო? არჩევანი უფრო ორიანში გვაქვს. მაგრამ აი აქ თითქოს ნახეთ, არჩევანს მე ვაკეთებ, ხო? გმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ შევძლებ. იმაზე, რაზეც მე ნერვიულობდი, მე ვიქნები გახარებული. რატომ? იმიტომ რომ მე მივიღე გულით არჩევანი გავაკეთე, მე მივიღე ის, რაც მე მინდოდა, რაზეც მე ვფიქრობდი, მაგრამ შეიძლება მეშინოდა, მაგრამ გავბედე და გმაყოფილი ვარ. მიხვდით? ფული კიდე. აი ფული და პაჟალოსტა, ფული პენტაკლების დედოფალი მოვიდა ფულით და ზუსტად მე გეუბნებით, აქედან გამომდინარე, ნამდვილად თქვენ ანუ აქ ფინანსები გექნებათ, შეიძლება ნახეთ აქ როგორი სიტუაცია არის, ესე იგი თქვენ დაუშვათ, ნუ რაღაცა ხელშეკრულება შეიძლება ელოდებოდეთ და ნერვიულობდით, ხო? აუცილებლად თქვენ გაიმარჯვეთ აი ამ სიტუაციაში. კიდე თუ ფული გჭირდებოდა თქვენ დაუშვათ რამე საბუთებისთვის, ხო? აუცილებლად თქვენ მიიღებთ ამ საბუთებს. აი მაგრამ როგორ იცით? აი კვირის ბოლოს რო უკვე ძალიან ბოლო რო იქნება რა. აი ეგეთი რაღაცა ინფორმაციას ფულზე მიიღებთ თქვენ ყველა ვარიანტში. კი. კი, აქ აუცილებლად იქნება ძალიან კარგი ენერგიის მიმოწვლა, გადასარევი. ანუ აქ როგორი თემა არის? ნუ რასაც გააკეთეთ, რა თქმა უნდა, იმაზე მიიღებთ, მაგრამ მიიღებთ კაი ანაზღაურებას, იმიტომ რომ აქ შეიძლება გეუბნებით რაღაცა პროექტებს დაასრულებთ თქვენ და იმ დასრულებული პროექტებიდან მიიღებთ ძალიან კარგ ანაზღაურებას. ეგაც არის, ნუ ვიღაცა შეიძლება ბიზნესი გაქვთ და აი აქ ნახეთ ახლა კიდე თქვენთვის ვისაც გაქვთ ბიზნესი, ხო? ან ხელშეკრულება ვიღაცასთან უნდა დადოთ, ხო? მე გეუბნებით, აი აქ თქვენ აუცილებლად მიიღებთ ამ იმიტომ როგორი მომენტი რა არის. აი გექნებათ როგორი თემა, ვაიმე არ გამოდის, ვერა, აი რაღაცა და აქ ბოლო მომენტში გექნება თქვენ ის რომ ხელს აწერთ იმ საბუთს, ფულიც გეძლება, თქვა თუ გრანტს ელოდებოდეთ, კიდე თუ ელოდებოდით დაუშვათ სესხს. აქაც მიიღებთ აუცილებლად იმდენი, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. რამდენიც თქვენ სთხოვთ, იმდენს მიიღებთ. აქ იქნება, მაგრამ ეს მოხდება როგორ, ხო გეუბნებით, რომ თქვენ შეიძლება აი უკვე რო აღარ დაიჯერებთ, რო იყოს აი რა სისულელე არა, ვიღა მომცემ სიტყვაზე, ხო, მაგრამ ასე არის ფიქრობთ რა, ეს ფიქრები დამანგრეველია. უნდა გჯეროდეთ თქვენ, რომ ეს ყველაფერი რა თქვენ ჩაიფიქრეთ, აი გულით ხო გითხრას, რასაც გულით დაიჯერებ, ის აუცილებლად მოხდება. შიშს მოერიეთ და დარწმუნებული იყავით. ნუ ტექნიკები ახლა აქ არ დავიწყებ ახლა იმას, მაგრამ ძალიან მაგარი ტექნიკები არის, რომელიც გვეუბნება ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ნუ ამაზე რა თქმა უნდა მოგიყვებით ყველაფერს მე უკვე როცა ვისაც დაჭირდება და ენდომება ეს ფულის თემები. ჯერჯერობით გეუბნებით, მხოლოდ ისეც თუ გააკეთებთ თქვენ რომ დაიჯერებთ და მიხვდებით რომ კი ეს ჩემია, მიხვდებით კი რა დაიჯერებთ რომ ჩემია და აუცილებლად მე ეს ფული მჭირდება, თქვა ახლა სესხს თუ იღებ სიტყვაზე, ხო, შენ იცი რისთვის გინდა, ხო? გულით სულით უკვე მიიღე, მიითვისა. აი მაშინ უკვე აუცილებლად ეს თანხა იქნება შენი. მაგრამ აქ არის იმენა წყაბზე, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა იყოს მიღება. თუ თქვენ ბოლოს არ დაიწყებთ იმასის შიში და ფიქრს რომ არა, ვერ მივიღებ, გინდა ხელფასი.
შეიძლება ხელფასიც იქნება, იგივე რომ სიტყვაზე შეიძლება აქ კიდე როგორი მომენტი იყოს ვიღაცას, თქვათ ახლა დამოკიდებული ხარ თქვენ დაუშვათ თქვენს ხელმძღვანელზე, ხო? აი ხელს მოაწერს თუ არა დაუშვათ ახლა ხელშეკრულებაზე, ან გამიგრძელებს თუ არა თქვათ, ხო? კი, ეგაც იქნება. უეჭველი რა. აი აქ ესეთი თემა. всё, გადავედით ახლა ურთიერთობაზე, რომ მე უკვე გადავედი, მგონია პროგნოზი კი არა, რა ვიცი, რა გვაქვს. Так, всё, აქ ნახეთ რა ხდება. აქ ვიღაცასთან გაქვთ თქვენ როგორი სიტუაცია. შეიძლება აქ ვიღაცამ დაასრულა ურთიერთობა, ეს შეიძლება ქმარი იყოს, არ გამოვრიცხა, ან ადამიანი, რომელიც იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცა ან პაუზა, ან დასასრული არის. აი აქ უეჭველი, ნამდვილად ეგეთი თემა არის აქ რა. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა თვითონ დასვა წერტილი, ან არ გამოჩნდა, ან უცბად წავიდა სადღაც, ან მოიქცა პატარა ბავშვი და თქვენ ფიქრობდით რომ ახლა ნუ კაცს ახლა რას როგორ შეეფერება ეგეთი რაღაცა, უცბად თქვა, სრულიად მოვიდა და დასვა წერტილი სადღაც წავიდა. აი ეგეთი რამე შეიძლება იყოს თქვენთან. ნახეთ რა გელოდებათ აი ასეთ სიტუაციაში. ასეთ სიტუაციაში გელოდებათ რა? პრინციპში თქვენ ახლა აი აქ მე ვერ ვიტყვი რას, იცით? რომ დაუშვათ რამე, არა. მე აქ რა მომწონს ამ პოზიციაში? ის რომ თქვენ აქ აი ნახეთ შეიძლება აი ეს პოზიციაც აი სულ მომდიოდა ინფორმაცია, მეთქი მე გავამახვილებ, როცა ურთიერთობაზე გადავა. აქ შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვა სიჩუმიდან. ან შეიძლება, მაგრამ ეს იქნება ძალიან უმნიშვნელო რაღაცა ნაბიჯი. აი ძალიან რა, შეიძლება ლაიკი, ან რაღაცა, რა ვიცი მე თქვენ, ნუ აი ძალიან უმნიშვნელო. იმიტომ რომ აი ამას რა, იმიტომ რომ ეს არის სხვათა შორის კიდე მაბადიეთ. აი აქ ვიღაცამ ვაფშეტად გაიცნო შეიძლება ახალი ვიღაცაც, იმიტომ რომ საჯაროა. თუ დახურეთ უკვე, რა ვქნა ეს ინფორმაცია არ მე, იმიტომ გეუბნებით უყურეთ ხოლმე ბოლომდე თუ გახსენეთ და რეზონირდა. შეიძლება აქ სიტუაცია არის, რომ ვიღაცამ პირიქით გაიცნო ვიღაცა, შეიძლება და ძალიან ისეთი მოგეწონათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ ნუ ეს ძალიან პატარაა ცოტა ადამიანებისთვის. ეხლა ნახეთ რა ხდება. რო გითხრათ რომ აქ რამე იქნება, ეხლა ნახეთ მაღალი ძალები თქვენსკენ არის. ანუ თქვენზე არის აქ რა თემა. თქვენ აქ რო ვთქვა რამეს გააკეთებთ. აი მე დამოიცადე. ხო. აი ნახეთ. თქვენ აი აქ რო გითხრათ რომ რამე იქნება აქ მოქმედება, არა. არანაირი, მაგრამ აქ მე რა მომწონს, მე ვკითხე გოგოს თუ ბიჭს, ეხება ორივეს მითხრეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი აქ თქვენ ორივენი იქნებით როგორ ენერგიაში, ვისაც აი პირველი რაც თქვი რეზონირდება. ორივე იქნებით, აი იფიქრებთ სულ სიყვარულზე და ბედნიერებაზე. ორივენი. იმაზე რომ თქვათ, აი შეიძლება მანძილიც იყოს ხო, მაგრამ იფიქრებთ იმაზე რომ ანუ აქ ცუდ ფიქრებს ვერ ვხედავ, მე აქ ფიქრებია. აი და ეს ძალიან კარგი სხვათა შორის. რომ არც ერთი თუ დაუშვათ დაშორებაც მოხდა, ხო? თქვენ არც ერთი და არც მეორე არ ფიქრობთ ცუდად ერთმანეთზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგი რა იქნება? ამისი აი ის იქნება, რომ ეს ადამიანი დაფიქრდება და მოგწერთ, მაგრამ აქ იქნება სადღაც გოგოებო რო გითხრათ, რომ ხვალ მოგწერს, მოგატყუებთ ძალიან. აქ იქნება 1-2 თვე შეიძლება, აი, ნუ ცოტა თქვა თუ შენელოდები ხვალ მოგწერს ან დღეს, ეს არის აბსურდი. აქ ნუ იქნება ცოტა ისე რა ქვია, ადამიანი დაფიქრდება, აქ ნუ სჭირდება რაღაცა სიტუაციები არის, მაგრამ აქ შეიძლება ეს პაუზა გაგრძელდება, ნუ 1 თვე მინიმუმ. კი. და 1 თვის მერე ეს რა ქვია, ეს ადამიანი მოგწერს თქვენ. კი, და ძალიან ბედნიერი იქნებით. და აქ რაღაც დასრულდება თქვენი რაღაც აი ეს მძიმე პერიოდები რა. და აი გამოდიხართ გაუგებრობიდან,
ყველა ვარიანტი რაღაცა საუბარი შეიძლება ცოტა მძაფრი იყოს, მაგრამ გეძლევათ ახალი ეტაპი. Всё, ამას დავასრულებ. ეხლა ცოტა გაქვთ ესეთი მტკივნეული სიტუაცია. კი ბატონო, მაგრამ გეუბნებით, ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ეს შემიძლია გითხრათ 1000%. მე ეცდ ადამიანს მისი სივრცე იყოს იქ, სადაც არის. იმიტომ რომ აქ შეიძლება даже вообще როგორი თემაა, იცით, რომ თქვენი იმპერატორი უნდა გადავიდეს რაღაც ახალ ეტაპზე. აქ ბევრი ტუზები არის და შეიძლება ამას სჭირდება დრო იმისთვის, რომ რაღაცა ისწავლოს, შეიცვალოს, სხვანაირი გახდეს რა. ანუ მაგისი ტრანსფორმაციები არის. აი, აქ რა, უეჭველე. მაგრამ პატარა რაღაცა ქმედება შეიძლება იყოს მისგან. აი, უმნიშვნელო. ეს ვისაც პაუზები გაქვთ, აი, უფრო თქვენ გეხებოდეთ შემოლამაზებო. ну, გისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს კარგს, ბედნიერებას და წინსვლას და რა ვიცი, სიყვარულს და თუ რამე კარგი არსებობს თქვენთვის იყოს.